მე ვარ თეონა ბექაური 44 წლის. ჩემთვის უსინათლოთა სამჭიდზე სიარული პირველ რიგში ნიშნავს სიყვარულს, მერე ძალას, რა ვიცი, კომუნიკაციას, აი რაღაცნაირად კუნთები მინდოდა, ესე ცოტა სილამაზისთვის. ცვლილებები მაგ ხოლმე მხრებზე საკმაოდ. ხოდა მიხარია ხოლმე რაღაცნაირად ბავშვი. ძალა მაინც, აი ძალას გრძნობ და მე ხა თან ვარ უსინათლო რაღაცა და მიხარია. მე შვილები მეკითხებიან ხოლმე რომ დედა რამდენჯერ აწიე, რამდენი აწიე და იმათაც უხარიას და მაინც ისინიც გრძნობენ რომ დედას რაღაცა ძალა აქვს. წოლჭიმში 50 კილო დღეს 4 ჯერ ავწიე, ოღონდ მეოთხეს ცოტა მეხმარებოდა თანაგუნდელი. ვარჯიშობ და სულ აი ვფიქრობ ხოლმე ხშირად როგორ გავაუმჯობესო მიზანი გაქვს ადამიანს და აი მიზნის გარეშე მკვდარი ხარ რა ადამიანი. არასოდეს არ უნდა იყო კმაყოფილი. შენი იმიტომ რომ მე ვეღარ გაიზრდები და აქ მაგარი ხალხია ძალიან მწვრთნელებიც და თვითონ გუნდიც ძალიან მაგარი ვართ. აი ამ გუნდიდან სხვა გუნდში წასვლა არ მინდა მილიონი რომ მომწეს ვინმე. მეუღლე მცირე მხედველი მყავს, 3 ბიჭი მყავს, სრული მხედველი მყავს, პატარები შედარებით მცირე მხედველები არიან. დედამთილს თვეზე ცოტა მეტია, დაეწყო ტვინის დემენცია. ვუვლით კი შეძლების დაგვარად. მამა ჩემთან მიზრდებოდი, სულ გაშორებულები იყვნენ. მხედველი იყო ხო და თვითონ იმას ჰქონდა რაღაცა სხვანაირი განსხვავებული დამოკიდებულება. აი სკოლაში ისეთი არაფერი მისწავლია, რაც იმისგან რა იმ ერთი ადამიანისგან. და აი რაღაცა იმდენად უყვარდი რომ მე აი მეც მთელი სამყარო მიყვარს იცი რა არის აი რაც მიგიღია იმას გასცემ. მე 3 წლის ვიყავი რომ აი ესე თიც დამიჭერდა და მოდი აქაო პიანინოსთან დამსვამ და ხო და აი რეი ჩარლზი თუ უკრავსო შენ რატო არ უნდა დაუკრავ და მასწავლიდა ხოლმე ცალითითით.